დღეს მინდა გაჩვენოთ ეს კერძო სახლი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დიპლომატიურ უბანში მდებარეობს, ეს გახლავთ დიღომის 8. მიწის ფართობი გვაქვს 700 კვადრატული მეტრი და რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო არის ის, რომ უნიკალური მცენარეები არის ბაღში და 200 ჯიშის ვარდი. ეხლა წამოვყევით, ვნახოთ უშუალოდ სახლი, რომელიც 330 კვადრატული მეტრია. როგორც კი შემოვდივართ, ვხედავთ ბუხარი მიიქცევს აუცილებლად ჩვენ ყურადღებას და მინდა ვთქვა ის, რომ ეს არ არის სახლი, რომელშიც არის ეხლა დღევანდელი აქტუალური პატარ-პატარა აქცენტები გაკეთებული, მაგრამ არის სახლი, რომელიც ხარისხზე არის პასუხისმგებელი, ამიტომ არის მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს უსაფრთხოება და ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალა. მაგალითად, რო აღვნიშნოთ ეს კიბე, რომელიც სპეციალურად არის იმისთვის განკუთვნილი, რომ აქედან ფიზიკურად ვერ მოახერხოს ბავშვმა, ვერც თავის გამოყოფა, ასევე ვერც ცხოველმა იქნება ეს ძაღლი, შინაური ცხოველი და კიბე, რა თქმა უნდა, არის მარმარილო. ვნახოთ ახლა სამზარეულოს, რა თქმა უნდა, ყველაფრით არის აღჭურვილი, მათ შორის ჭურჭლის სარწყმაქანი და ბუნებრივი განათება გვაქვს, რომელიც გადის გვერდით ეზოში. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ გვაქვს 3 სველწერტილი, 4 საძინებელი და ყველა სველწერტილს აქვს ბუნებრივი განათება, რაც ნამდვილად ყველანაირ ევროპულ სტანდარტებს აღმაყოფილებს. ახლა შევიდეთ, ვნახოთ ერთ-ერთი საძინებელი, რომელიც საძინებელიც არის ამ სართულზე, ხოლო დანარჩენი 3 საძინებელი გველოდება უკვე მეორე სართულზე. მესაკუთრის ულამაზესი ნახატია ასევე აქ. ეხლა კი შევიდეთ ჩემს საყვარელ ოთახში, სადაც ძალიან მოწონს ასევე საწოლი და შეუძლებელი არ აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ყველა ოთახში არის პარკეტი, ბუნებრივი ხე, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, როგორი ხარისხით არის ყველაფერი გაკეთებული და აქ არის ესეთი 90 გრადუსიანი კუთხის ვიტრაჟი, ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალით არის კედლებიც დამუშავებული. ეს გახლავთ საძინებელი, ფართობი საკმაოდ დიდია, შემდგომ გადავდივართ უკვე საგარდიробეს სივრცეში, აქედან კი შევდივართ ესეთ სველწერტილში, სხვათა შორის, როდესაც აკეთებდნენ ერთ-ერთ დიპლომატიურ კორპუსს, ერთ-ერთ საელჩოს, ჰქონდა გამოგზავნილი მათთვის 30 გვერდიანი დანართი, რის მიხედვითაც უნდა გაეკეთებინათ სახლი და ყველაფერი პუნქტები არის, პუნქტად არის შესრულებული, მათ შორის ის, რომ აბაზანაში უნდა ყოფილიყო ფანჯარა, საიდანაც იქნებოდა ხედი, ძალიან საინტერესოა. ყველა ოთახში არის, რა თქმა უნდა, კონდიციონერი დამონტაჟებული, აქაც 90 გრადუსიანი კუთხე გვაქვს და აივანი არაჩვეულებრივი ხედით სიმწვანეზე. ამ დასახლებაში მიწის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, სრულად ამოწურულია. შესაბამისად, ახალი სახლები არ შენდება, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ფასები ამ ტერიტორიაზე უფრო და უფრო მაღლა ადის. შუქები თითქმის ყველგან არის ჩამქრალი, შესაბამისად, ბევრად უფრო ნათელია, ვიდრე ახლა ვიდეოში გამოჩნდება და ესეც უკვე მესამე სველწერტილი. დაგვრჩა მესამე სართული, შემდგომ კი უკეთესად მინდა რომ გაჩვენოთ ეზო. ესეც ეს არის სართული, რომელიც როგორც გინდათ, ის შეგიძლიათ გადააკეთოთ, იქნება ეს სამუშაო სივრცე, იქნება ეს საძინებლები თუ სხვა. ეხლა კი მე მინდა გაჩვენოთ ესეთი ვერანდა. სხვათა შორის, გვერდზე არის ზუსტად ესეთი სახლი და ვერანდა აქვს სრულად შემინული. წავიდეთ ახლა ეზოში. ეზოს შემოსასვლელი სივრცე არის, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი და მე ძალიან მომწონს, რომ პირდაპირ არ ვეჩახებით სახლს. ეს მხარე არის ცალკე საოცარი მცენარეებით დატვირთული და ცალკე მეორე მხარე, სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთი დიპლომატიური კორპუსის მოთხოვნა იყო, რომ აშენებულიყო ცალკე სათავსო, რომლის კვადრატული მეტრიც 30-ია, აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი, წყლის რეზერვუარები და რაც კი რამე შეიძლება რომ დასჭირდეს ადამიანს კერძო სახლში, ისე რომ მქონდეს ნაკლები დისკომფორტი. ძალიან საინტერესო ადგილია, წაღანი იმაზე თუ საუბრობდით, სად შეიძლებოდა რომ აუზი გაკეთებულიყო და გვერდით ეზო ავირჩიე მაგალითად. მე პირადად, მოკლედ, თუ გინდათ რომ იცხოვროთ ესეთ საოცარ უბანში და გქონდეთ სახლი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს მისი ხარისხიდან გამომდინარე, ჩვენ აქ ვართ, დროებით.